დილა მშვიდობისა, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, გამომწერებო, ახლა შეძენილო მეგობრებო, ყველას ერთად მოგესალმებით. ხო, სანამ მანქანა გახურდება, გაჩვენებთ. ხა რა ხდება ჩემ ჭიშკართან ყოველდღიურად. აი ეს ორი გვაჟბატონი მელოდება აქ. და კიდევ პატარა მეგობრები გვყავს, თუ ვინმეს გაქვთ სურვილი, შემიძლიათ გაჩვენოთ. ხმებისთვის ბოდიში. რა იყო ბიჭო და გოგო და ბიჭო, აი ჩემი მეგობარი მოდის აქ. დილავში დობისა. ატომღაც ამ დილით გადავწყვიტე. ისინი ხა დაპურებულია პატარების დიდებს. და მაგას არ გადავიღებ, იმიტომ რომ ამ ბოლოს გადითიქეთ მანქანა არ დაგეჯახოთ, გადითიქეთ. და გადითიქეთ, გადით. სტაბილიზატორი არ წამომიღია, ესე არც დამიგეგმავს. რაღაცა ატომღაც ამ დილით გავიღვიძე და გადავწყვიტე რომ ლოგი ჩამეწერა თან თქვენთან მესაუბრა და თან გავიღვიძე რა პრინციპში არც მიძინია, იმიტომ რომ ცოტა ტკივილს და იმას თუ შემატყობთ, გეტყვით რომ ტკივილს და უხასიათობას თუ შემატყობთ, გეტყვით რომ მესამე დღეა დაახლოებით 3 დღის წინ ფერმაზე მუშაობისას მალებს შორის მომყვა ნერვი, არ ვიცი მაგას რა ქვია. რაღაცა იქნება თავისი სახელი სამედიცინო ენა. ბევრი სიმწარე მინახავს ცხოვრებაში, მაგრამ ესეთი იშვიათად ამერჯობა და შესაბამისად აი ახლა გამაყუჩებლით ნემსებით და რაღაცეებით შევძელი რომ ამდღარიყავი და ფერმაზე წავსულიყავი რომ ქალბატონ ციურის და ბაწეს ლუგმა არ მოაკალდეს და შესაბამისად მინდა რომ რაღაცა ისეთი ვლოგი იყოს არა საქმის, არამედ საუბრის. პირველ რიგში მიხარია ის რომ და დიდი მადლობა თითოეულ ახალ გამომწერს ვიზრდებით და ეს ჩემი არხი ალაგე, რომელსაც ყველგან ერთი და იგივე სახელი აქვს და მაგალითად შეგიძლიათ TikTok-ზეც, YouTube-ზეც, Facebook-ზეც, Instagram-ზეც, რომელიც ძალიან ჩამორჩება აქტიურობით სხვა დანარჩენს ვიაქტიუროთ და გამოიწეროთ და იმათ ვისაც გამოწერილი გაქვთ წინასწარ უღრმესი მადლობა. ეხლა ისე თქვა მინდოდა. მიხარია რომ ვიზრდებით, მაგრამ არის რაღაცა მომენტები როცა აი რაღაცა კომენტარები, რაღაცა ისეთი ის რომ აი ძაღლის და კატის და ამის ასე შემდეგ ვიდეოები რომ აი რატო ამდენი არ აჭამე, რატო იმდენი აჭამე და ასე შემდეგ. მესმის რომ ყოფილი ხალხი შეიძლება ერთ ოჯახში არ იყოს და ადამიანებს ერთმანეთის რაღაცები არ მოსწონდეს, მაგრამ თბილ ოთახში სადღაც წამოწოლილზე ყოველთვის საუბარი ძალიან იოლი და მარტივია, მით უმეტეს სხვისი მიმართულებით. ეხა გეტყვით იმასაც რომ მე მაგალითად მარტო ვცხოვრობ და შემიძლია რომ რაღაცა ჩემი პირადი და საკუთარი ლუკმა გაუნაწილო იქნება ძაღლი, კატა თუ ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა რომ ორი სახლში მყავს, ქუჩაში რა ხდება ჩემ ჭიშკართან კარგად იცით. ისიც კარგად იცით რამდენი კატა და ძაღლი შემოხვდება გზაზე, მელაგუდუნას დანდაწყებული. აი ხა მე უახლოვდი მელაგუდუნას, ჩვენთვის უსაყვარლეს მეგობარს და იმასაც უნდა ვაჭამო და არ გადავიღებ სპეციალურად, იმიტომ რომ მე არ მინდა ვიღაცა იქ ამდენი ნატეხი რატო დაოგდე, პური რატო მიეცი, ხან შეიძლება მე თვითონ არ მქონდეს პური და შესაბამისად ვცდილობ გავუნაწილო სხვას. აი, პატივცემულმა დამინახა თუ არა, გამოსქურა. აი აქ ცხოვრობს გარემოს დაცვის იმაზე, ისეთი პატარა სახლი აქვს. აი იქ და მეგობარი ყავს. ეხლა ამას ვაჭმევ და მე გავაგზავნოთ. რაო მელაგუდუნე შეპოპულარულო კაცო. მოიცა მოგცე. დაპყრებულია ბატონი მელაგუდუნა თავის ძმასთან თუ დასთან ერთად, დაძმები ყავს თქო, იმიტომ ეძახი ერთად ცხოვრობენ, ერთად არიან შეფარებული და ისი თქვა მინდოდა ერთი სიტყვა. ხანდახან შეიძლება ადამიანებმა რაღაცა კომენტარების ხვებს დაუწეროთ, მიუხედავად იმისა შეიძლება ჩვენ ვიყოთ ცუთხასიათზე იმ კონკრეტულ მომენტში, ანუ გვაწყენინეს არ ასე შემდეგ და ჩვენ მე ავდგეთ და უკმაყოფილოებით რაღაცეების სხვას დაუწეროთ და იმის თქმა მინდა რომ სიტყვას აქვს ხალხო დიდი მნიშვნელობა.
პირიდან გადმოსულ სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და შეიძლება სხვის ცხოვრებაზე ისევე როგორც სიტყვებს მადლობა, მიყვარხარ და ასე შემდეგ აქვს ძალა იმისა, რომ ჩვენი აც თუ ისე ზიანი და ხალისიანი დღეები გააფერადოს ამავდროულად უარყოფით სიტყვებსაც აქვს მნიშვნელობა. ხო და როგორც დადებით, იმას ვამბობდი, რომ როგორც დადებით სიტყვებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ადამიანის გამხიარულება და კარგ განწყობაზე დაყენება შეუძლია უარყოფით სიტყვებსაც რაღაცა ცუდი გზეგავლენა მოახდინოს ადამიანის ცხოვრებაზე და შესაბამისად ჩემი თხოვნა იქნება ხა არ ვიცი ამას ვინ უყურებს და ვინ გაითვალისწინებს საბოლოო ჯამში, მაგრამ ერთმა ადამიანმაც რო გაითვალისწინოს სადღაც გაახსენდეს ჩემი ნათქვამი სიტყვები და საკუთარი სანამ ამოვა პირიდან ცუდი სიტყვა და ცუდი განწყობა შეაჩეროს გამარჯობა და არ თქვას ჩავთვალოთ რომ საქმე გაკეთებული ყოფილა რადგანაც როგორც ერთ ცნობილ ბიბლიურ ამბავშია თუ ქალაქში ერთი მართალი მაინც დარჩება ეს შესაბამისად იმ ქალაქის გადარჩენა ღირს. ეხლა წავედი მე ამ ცუდ გზაზე დიდი ალბათობით კამერა უკვე აირია და ესე უჩვენებს და გზა ვისაუბროთ კიდევ. თავისი ოდა მისტირის ყველას თავისი წყარო ცხურია არ მეგულება შენზე ლამაზი სიცოცხლით სავსე ჩემო გურია არ მეგულება შენზე ლამაზი სიცოცხლით სავსე ჩემო გურია სიცოცხლით სავსე ამასობაში ჩამოვედი მე თვითონ მეცინება ჩემ თავზე ხო გვაინტერესებს თუ გვეშინია როგორ იქნება ჩვენი სიბერე და ისე დავდივარ ამ წელის გადამკიდე წელში მოხრილი რომ უკვე ვიცი როგორი ვიქნები სიბერეში დიდი ალბათობით ხასიათის ასეთი როგორც ჩემი მეგობრები ამბობენ მყარალი გამყვება თუმცა მყარალი ბაბუა კარგია რა ვიცი მე სადღაც მესიამოვნება ბაბუობისა კიდე რა მოგახსენოთ ჯერ იქამდე შორია ისეთი ქარია ყველაფრის ხალის რომ წაგიხდენს ადამიანს მესამე დღეა უკვე ხო ხალისზე გამახსენდა უნდა გაჩვენოთ რა უქნეს ეზოს ამ გათახსირებულმა ქალებმა ალბათონმა ციურიმ და ქალბატონმა პაწემ გადათხარეს გადაუარეს ისე შედეგები თუ მიჯელეთ ეგენი ქალბატონები კი არა საქალბატონები გამოდის ეს ჯორსულობის ტესტზე ჯერჯერობით უარყოფითია აგერ უკვე მე რამდენი ხანია და ისევე ვატყობ მე მომიწევს მივმართო სუროგაციას პირის კლაბუნის ხმა არის მისი მაშინ კადრში მაგრამ მოიცათ აჰა ძველი მესერი იყო აქ და შესაბამისად ჭიშკარი გადავიტანა ევროპულ მოსახერხებელებს და მაგიტომ მორბოდნენ ქალბატონები და ეხა უკვე გაქცევის თავარი გეგმა რომ შეადგინოს ქალბატონმა ციურიმ მაიკლ სკოფილდთან ერთად მურას უკაცრავად აქაურობაც მაგრამ არ ავშავს ეს საბოსნია მაინც და თვითონ ტრაქტორით უნდა გადავაბრუნო რასაც შემდეგშიც აუცილებლად ნახავთ ეს უცნაურობა ის კია ნამდვილად რომ მეთქი ყანის ტერიტორიაზე შევლენ და რაღაცა მოსიმინდებს მონარჩენიმებს შეჭამენ თქო მაგრამ ნურას უკაცრავად ყველას თურმე თავისთვის კარგი დომებია ხეხილისადაც იყო და ბოსტანი და ბაღი და ის გაანადგურეს მაინც და მაინც არა უშავს ყველაფერი წინ არის ახლა ამ ცნობილ არ ვიცი ხი ვერ მოვიფიქრეთ სახელი მაინც ხიძე ვდგევარ 2-20 სიტყვას პოდკასტებზეც ვიტყვი აუცილებლად გაგრძელდება როგორც კი მოვიკეთებ და ჩავდგები ფორმაში უბრალოდ
შეხედეთ აქაურობა რას გავს. ამათ გადათხრის არ აუშავს, ისიც წალამია დავაპარიატკებ ერთგვარად მაგ ყველაფერს. აი მესერი რაც იყო მთლიანად მოხსენი, იმასაც მოხსნი უბრალოდ. როგორც ისიც ფიზიკურად ფეხზე ზრდივარ ახლა ისე მტკივა. ხო და აქ მინდა საერთოდ სხვა რაღაცები გავაკეთო, დაწყებულია იქეთ ხარის ფანჩატორიდან და ასე შემდეგ. საბამისად, სანამ ეს პროცესია და სანამ ჯერ კიდევ არ გაგვილამაზებია აქაურობა და მკვდრეთით აღდგარ ლაზარესავით არ აღდგება აქაურობა იმაზე 10 ჯერ უფრო ლამაზი ვიდრე აქამდე იყო. მე ვფიქრობ აჯობებს რომ აი გასვლითი ტიპის ამე კარგი ლამაზ ადგილს მოვძებნი ქალაქ ლანჩხუთში შეიძლება გამიჭირდეს, მაგრამ მაინც ვიპოვი რაღაცას და იქედან გადავიღო რამდენიმე პოდკასტი, რომ თქვენთვისაც სასიამოვნო აღმოჩნდეს ეს ყველაფერი. აწეს ძახილი თუ ვიმჟელეთ იქედან საჭმელი არ იყო, ახლა დავამატებ და მე ავიდეთ სახლისკენ. თორე უკვე მე მგონი გამაუჩებლის დოზის გაზრდა მომიწევს. იმ ადამიანების გასაგონად მინდა თქვა, ვინც ეხა იწყებთ და მარტო ხართ ერთი რამ იცოდეთ. თავიდან თქვენს მეგობრებს, თქვენს ირგვლივ მყოფებს ყველას გაეხარდება ეგ ამბავი. ასეთ ადგილებში ივლიან სათევზაოდ, წვადის შესაძლებლად და ასე შემდეგ, მაგრამ რაღაც დროის მერე როცა საქმის გაკეთების დრო მოვა და ბევრი საქმის გაკეთების დრო მოვა, აი ესე ეულად შერჩებით ხოლმე მაგ საქმეს, თუმცა არ აუშავს. ფოლადი უფრო იწრთობა, რაც მეტად უტყავენ ხოლმე. აი ეს უკვე რაღაცა სიბრძნის გადახვევები არ გამახუჩებლის ბრალია. ან არ ვიცი, ერთი სიტყვით თქვენი საქმის თქვენ უკვე იცით, ჩემო მეგობრებო. რასაც ეს მანქანა უძლებს ჩემი ამერიკაში მზესუმზირის ფასადნაყიდი მანქანა კიდე გარქათაა და იმ დღეს ხალხი მეუბნებოდა იმ ორკარიან მანქანაშიო ძაღლი რატო აჩაისვიო. გინდა თუ არა და უგარო დამასო მე იმას გეტყოდნენ უკარათო დასვი. ერთი სიტყვით არავის არ დაუჯეროთ, მოიქეცით ისე როგორც თავად გადაწყვეტ და სწორი გონიათ. დავკეტავ ხა ჭიშკარს და გავაგდო. დილაობით ფერმაზე რომ მოვდივარ ხოლმე მე ცოტა ძველი ყაიდის კაცი ვარ, ცოტა ძველის რა, რატო 90-იანების შვილები რატო ვარ ძველი ყაიდის ხალხი არ ვიცი, მაგრამ მაინც სიმღერები კი მაქვს ჩაწერილი ფლეშკაზე, მაგრამ რადიოს უსმენ ხოლმე. ხოლმე იმიტომ რომ როცა არიცი რას ელოდები და რაღაცა კარგი სიმღერა გაგეჭიდება, ორმაგად სასიამოვნოა, მაგრამ ამ ბოლოს ისეთი რაღაცა რეკლამები და ეს მხდება რომ რა ვიცი. გაყიდეთ სახკარი და ყველაფერი წააგეთ. მაგალითად, მანქანა დაგჭათ, ღვიძლი დაგჭათ, არ არის პრობლემა. გაყიდეთ და ეგეც ჩვენთან წააგეთ, ჯოჯოხეთ ბეთი ან რაღაც ეგეთი. რა ვიცი, სულელე. ვარჩენ ბუასირს დაჟინებული მზერით. გიყურეს ვიღაცა წარმოედგინე. ეგეთი რეკლამა. ამიტომ ისევ რაც მაქვს ის ჯავთა ჯობი. დასასრულს კეთხვით იმას, რომ კატები ის ცნობილი მისის უხასიათობა და მისი მეგობარი კატა ვიდეოში ჯერ არ გინახავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ არ შევხვედრია, შეიძლება ძინავთ. არ ვიცი, ახლა უკანა გზაზე მანქანის ხმას თუ გაიგონებენ, აუცილებლად გამოვლენ, რომ თავისი კუთვნილი საჭმელი დაისაკუთრონ და მიიღონ. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ეს კატები უპატრონო დღეში გადაყრილი არაა, ფერმაზე ყავს ჩემს ჩაყოლებაზე, ჩემს გვერდით ფერმაზე ყავს ადამიანს. მე უბრალოდ მისის უხასიათობას სახში წამოყვანა მინდოდა, რომელიც არ მეკარება და ეხაც მინდა და თანაც ისე ვეხმარები ხოლმე კვებაში. ვეხმარები კვებაში და ესეთ ნათქვამია. მე თვითონ კვებავ. მიხარია, ზოგადად კატებთან დიდი ვერ მაქვს დალეგებული ურთიერთობა კატებთან და უხასიათო ქალებთან. თან, მაგრამ
ну ვცდილობ დავალაგო სიტუაცია შეძლების და გვარად. არ ჩანა, შეიძლება ძინავთ, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში არც ის ვიცი სად ძინავთ, რომ დაუძახო და ასე შემდეგ. აჰა, კი ბატონო. მის უხასიათობა აქ არის. ვაიმე დედა. აჰა, მეორეც მოსულა. რა იყო შეკიდე უხასიათოთ ხარ? რა გიდა რა დაგიშა. ოიცა ვერ ვიხდები. ხო. შეუხასიათო ქალოში. აი ამ უხასიათობის ფონზე დაგემშვიდობებით და ვაჭმევ ამათ საჭმელს. ყველას კარგ დღეს გისურვებ.